ხალხით არიან დაკავებულები და მოკლედ ხო მოძრაობა სოციალური დემოკრატია. მოგწალდებით, მე ძალიან ცოტა დროს წავიღებ და მე ლეკა გააგრძელებს ჩვენი მოძრაობის სახელით მშენებლობას. სულ რამდენიმე სათქმელი მაქვს. პირველი, საქართველოში ჩვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს გონიათ, რომ პროფკავშირი ქვეყანაში არის მხოლოდ ერთი, არის დელისის მეტროსთან, ხელმძღვანელობს საუკუნეების განმავლობაში ერთი და იგივე უკვდავი ადამიანი, შედის სახელმწიფოსთან გარიგებებში, როცა სოციალური ცეცხლი აგიზგიზდება, რომელსაც ოლიგარქია უნდა დაცვას, ჩართავს ცეცხლს მარკს და ჩააქრობს იმ ცეცხლს. არის ბიზნესმენებთანაც ახლოს, არის პოლიტიკურ ელიტასთანაც ახლოს. საერთაშორისო ასპარესზე ყველა მემარცხენეს აბეზღებს, რომ ეგენი ნამდვილი მემარცხენეები არიან. ანუ პროფესიონალურ სტრეიტ ბრეხერობასთან ასოცირდება დღეს სიტყვა პროფკავშირი. აი ამ 30 წელმა ეს მოიტანა, ეს ტკივილი, ეს წევდა მოიტანა. მაგრამ დღევანდელ აქციაზე ჩვენ ვხედავთ, რომ პროფკავშირი არსებობს დელისის მეტროს მიღმაც. პროფკავშირი არსებობს უამრავ სხვა სფეროში, უამრავ სხვა დარგში და დიდი მადლობა აი ამ ხალხს, რომ პროფკავშირის იდეას აცოცხლებენ, პროფკავშირის იდეას ახალ სიცოცხლეს ვაწყებენ. რომ არ ყოფილიყო გილდია, ალბათ თეატრები ვერ გაიფიცებოდნენ, ან ელიტარული დაფიცვა იქნებოდა რამდენიმე გულკეთილი მსახიობის. ეს არის თეატრის დაფიცვა, ზალის მიღწევი, მუხტის მიღწევი, მთელი ამ სოციალური მოძრაობისთვის. რომ არ ყოფილიყო თქვა სხვა ბევრი პროფკავშირი და დღევანდელი მიტინგი მაგალითად ვერ გავიგებდით რა დღეში არიან მუსიკის მასწავლებლები, მათი აღსასრულებელი და ასე შემდეგ. ასე რომ დიდი მადლობა და იმედი მაქვს, რომ ეს 10 პროფკავშირი უფრო აქტიურად დაიწყეს მუშაობას, უფრო მეტად შეკავშირდება და გააჩენს სხვა ალტერნატიულ სიმძიმის ცენტრს. მეორე სათქმელი, მე რაც მაქვს, ეს არის პროფკავშირის მნიშვნელობის შესახებ. პროფკავშირის უპირველესი დანიშნულება ცხადი არის შრომელთა უფლებების დაცვა. სოციალური სამართლიანობისთვის ბრძოლა, მაგრამ მხოლოდ ამისთვის არ შექმნილა პროფკავშირი. დღეს რომ ევროპაში არსებობს საყოველთაო ხმის მიცემა და ყველა შეუძლია ხმის მიცემა, ეს არის პროფკავშირის დამსახურება. როცა ჰიტლერი მიდიოდა ხელისუფლებაში, პირველი და მთავარი წინააღმდეგობა მას დახვდა პროფკავშირების საყოველთაო გაფიცვის სახით. როცა მონარქიები ცდილობდნენ რესტავრაციას, რესპუბლიკის იდეა პროფკავშირმა დაიცვა საყოველთაო გაფიცვის სახით. როცა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აპირებდნენ, რომ სასჯელით გარეშე დაეტოვებინათ საკაცობრიო მნიშვნელობის დანაშაულის ჩამდენი პროფკავშირების საყოველთაო გაფიცვამ შეძლო აი ამ საშინელი ტალღის გაჩერება. ასე რომ პროფკავშირები გარეშე დემოკრატია არ იქნება. პროფკავშირების ბრძოლის გარეშე ამ ქვეყანაში სოციალური სამართლიანობა არ დამკვიდრდება. ყველა ბრძოლა, რომელშიც არ არიან ჩართულნი დამოუკიდებელი პროფკავშირების წარმომადგენლები, ყველა ეს ბრძოლა განწირულია დამარცხებისთვის. და თქვენი აქტიურობა არის ნიშანი იმისა, რომ აი ბრძოლა ევროპისთვის და დემოკრატიისთვის განწირული არ არის და მას შედეგი ექნება. მესამე სათქმელი, მე რაც მაქვს, დღეს ქუჩაში გამოსულ ადამიანებს შორისაც, საქართველოს რეგიონებში გამგზავრებულ ადამიანებს შორისაც, ამ ტელევიზიის ანალიტიკურ გადაცემაში მყოფი ადამიანების შემადგენლობაშიც არიან მოქალაქეები, რომლებიც ამბობენ, რომ თბილისს ფეხებზე ჰკიდია ჭიათურა, თბილისში მიმდინარე პროცესს ფეხებზე ჰკიდია ის, რა პედიელით ჩვენს ინდუსტრიულ ქალაქებში შეკრებილ ადამიანებს და ასე შემდეგ. ჩვენ აქედან ვეუბნებით მათ,
ჩვენ აქედან ვეუბნებით მთელს ქვეყანას, რომ ეს არის ტყუილი, უკვე ლამის 100 დღეა საზოგადოებრივ აუწყებელთან იმართება დემონსტრაციები. ამ დემონსტრაციას წინ მიუძღვებიან მამაცი ქალები და კაცები და მათი არც ერთი მსვლელობა არ ყოფილა ესეთი შეძახილის გარეშე. სოლიდარობა ჭიათურას, სოლიდარობა ტყიბულს, სოლიდარობა ბუშებს, სოლიდარობა გაფიცულებს. ძირფასო ჭიათურელებო, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ. ვაცნობიერებთ თქვენს უმძიმეს მდგომარეობას. საკუთარ თავს არ ვაძლევთ უფლებას, რომ მოგცეთ საყვედურები და ვიქნებით ყველგან, სადაც თქვენ იბრძოლებთ უკეთესი ხელფასისთვის, მწვანე ქალაქისთვის, უკეთესი სოფლებისთვის, რეკულტივირებული მიწებისთვის თქვენ სოფელში, ქალთა უფლებებისთვის და მათი დეკრეტული შვებულებისთვის, სადაც იბრძოლებთ იმისთვის, რომ ეს საწარმო იყოს ნაციონალიზირებული და ამ საწარმოში მოსავალი მიდიოდეს არა კრიმინალური ავტორიტეტების, ბანდიტების და სხვა მსგავსი წარმონაქმნების ჩივეში, არამედ მოდიოდეს თქვენი ქალაქების და საქართველოს განათლების სისტემაში, ჯანდაცვის სისტემაში და სხვა კეთილდღეობის ინსტიტუტებში. ასე რომ თქვენ გვერდით ვართ და არ ჩაივლის არასდროს მიტინგი თბილისში, აი ამ საპროტესტო ტალღის დროს, რომ თქვენ არ გახსენოთ და თქვენი პრობლემა არ შევახსენოთ საკუთარ თავსაც და მთელ ქვეყანასაც. მეგობრებო, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ეს მეოთხე სათქმელი და ვამთავრებ. მნიშვნელოვანი დღეა 12 მარტს, მათ შორის ბევრი ქართველი სოციალისტი ქალისა და კაცის მონაწილეობით დაამხეს რუსეთის თვითმფრობელი ხელმწიფე მეფე და ამ ორ წელიწადში საქართველომ პირდაპირ საყოველთაო კენჭისყრის გზით აირჩია პირველი პარლამენტი. 12 მარტს შედგა პირველი პარლამენტის სხდომა. და ეხლა ჩემი არეული საუბრიდან ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თუ ამ თარიღებს შევეხმიანებით და მათ ისტორიულ მნიშვნელობას გავიხსენებთ და ლეკა წაიკითხავს თავის სათქმელს იმ ეპოქაზე და იმ დროებაზე, როცა დემოკრატიის და სოციალური სამართლიანობის დროშა მთელ ქართულ ხალხს ძალიან მაღლა ეჭვია. მეგობრებო, გაზაფხული მოვიდა, გილოცავთ. 12 მარტს დღეს ისტორიული დღე. 1919 წლის 12 მარტს გაიმართა პირდაპირ საყოველთაო კენჭისყრის გზით არჩეული პირველი ქართული პარლამენტის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა. გაზეთი ერთობა 1919 წლის 12 მარტს ასე წერდა: პატარა საქართველო დღეს იწვევს დამფუძნებელ კრებას და დიადია ეს დღე. და მშვენიერია მისი განცდა. რამდენი წელიწადი ველოდით მას, რამდენი ხანი ვქადაგებდით ახალგაზრდული გატაცებით, რევოლუციური ენერგიით მის მოპოვებას. მთელი ქვეყნის შავი ძალები არად მიგვარჩუნდა, ისეთი მძლავრი, მომხილავი, სანეტარო იყო ეს იქნება დამფუძნებელი კრება, რაც ნიშნავს საქართველოს დამოუკიდებლობას და დემოკრატიულ წყობილებას. სხდომა გახდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, უხუცესმა დეპუტატმა სილვა ჯიფლაძემ. ვეტერანი დემოკრატის ისტორიულ სიტყვას ესეთი ლაიტმოტივი გასცემდა. და დავკარგეთ ჩვენ. და რა შევიძინეთ თებერვლის რევოლუციის შედეგად? პასუხი მოკლეა. დავკარგეთ ის, ვისი დაკარგვა და დამარხვა ყოველთვის შეადგენდა ჩვენი დემოკრატიის საოცნებო საგანს. მის პირველ იდეალს. წყალოყრობით გადავუშვით მეფის თვითმხმელობა იმ უბსტრუში, რომლის პირამდის მიხვალა მან მრავალგანჯული და წამებული პირამდის მიხვალა მან მრავალგანჯული და წამებული მშრომელი ხალხი, მაგრამ ეს ცოტაა, ეს არკმარა. არკმარა მარტო დაანგრევა ძველისა, საჭიროა მეფის თვითმხმელობის ნანგრევებზე ხალხის თვითმხმელობის გამაგრება. საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის პრიორიტეტი მხოლოდ პროცედურული დემოკრატიის დამკვიდრება არ ყოფილა. მათთვის ხალხის თვითმკვლელობა უპირველეს ყოვლისა ნიშნავდა სოციალურ სამართლიანობას, ადამიანების გათავისუფლებას ჩაგვრისა და
ექსპლუატაციისგან. თითოეული მოქალაქისთვის ღირსეული შრომის პირობების უზრუნველყოფას. საქართველოს მოქალაქეთა ბრძოლა თანასწორობისა და შრომითი უფლებებისთვის, ძალაუფლებისა და რესურსების სამართლიანი განაწილებისთვის 21 საუკუნეშიც გრძელდება. ის რისთვისაც ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ, კვლავ დასაცავია. აქედან გამომდინარე, სოლიდარობა პროფკავშირებს, ხოლო ეს კი მთლიანად თავისუფლება, თანასწორობა